კლუბთან ერთად ბიზნეს ცენტრად გადაიქცევა. უამრავი ტურისტი ჩამოვა და ბევრი ინვესტიციები განხორციელდება. თბილისში გამსახურდიას 14 ნომერში კომპიუტერული ტექნიკის ცნობილი ბრენდის ციფროვიკის პირველი მაღაზია გაიხსნა. მაღაზია მომხმარებელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ლიცენზირებულ პროდუქციას, კომპიუტერულ ტექნიკასა და აქსესუარებს შესთავაზებს. ციფროვიკი ბელორუსში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო მაღაზიების ქსელია, რომელიც ბელორუსის ბაზრის მეოთხედს აკონტროლებს. ციფროვიკი წლის ბოლომდე სამომავლოდ კი საქართველოში 20 მაღაზიის გახსნას გეგმავს. ახალი მაღაზია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა. რამდენიმე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მაღაზიის გახსნის დროს და პირველ რიგში ეს ის რომ ლიბერალური ეკონომიკური გარემოს გამო შემოვიდნენ საქართველოში, მეორე ის რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 15-20 მაღაზია და ეს შექმნის კონკურენციას, რომელიც აუცილებლად ექნება ეფექტი ფასებზე, ტექნიკის ფასებზე საქართველოში და მესამე, რაც ალბათ უმნიშვნელოვანესია, ეს რომ 150 ადამიანი დასაქმდება ამ მაღაზიების ქსელში და შეიქმნება როგორც კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებები, ასევე ახალი სამუშაო ადგილები. საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დამფუძნებელმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში წარმოიწყოთ ბიზნესი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მაღალი დონის სერვისი, ანუ შევეცდებთ, რომ გარდა პროდუქტის, ასე ვთქვათ, ხარისხისა, შევთავაზოთ კლიენტს მაღალი ხარისხის მომსახურება.